გააჩნია? ვისაუბროთ. აქტიურად იყო მოკლედ ატაცებული. მე ვფიქრობ, რომ აუდიტორიისთვის გააჩნია ვინ საიდან შეხედავს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თქვათ ამდენად უდიდესი საჯარო ინტერესის საკითხია. კი ბატონო, საჯარო ინტერესის საგანია, ინვესტიცია კარგია, რაღაც ეროვნული ნიშნით და ამ ნიშნით რაღაცა ინვესტიციის დაწუნება და თითქოს რაღაც დეველოპერული, რაც არ უნდა ფართო იყოს, ახლა გადაგვაჯიშებს და რაღაც ამ ტიპის დისკურსში გადასვლას არც მე არ ვემხრობი, მაგრამ ვილაპარაკოთ რა კითხვები არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით. გუშინ პრემიერი იყო პარლამენტში და მოხსნა თუ არა მან კითხვის ნიშნები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ამ ცოტა ეს თქვათ გაურკვეველი დისკურსის მიღმაც რეალურად პროექტთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოდი ვთქვათ, რამდენიმე განზომილებიდან შევაფასოთ ეს საკითხი. პირველი, უნდა ვთქვათ, რომ ის რაც ატაცებული იქნა, იყო მხოლოდ ნაწილი ჩემი უფრო ვრცელი მიმოხილვისა, რომელიც ამ პროექტზე მქონდა. ცხადია, რომ ვემხრობი ყველანაირ ინვესტიციას, მათ შორის უძრავი ქონების სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების სექტორი ისედაც შედარებით მძლავრი და დიდი სექტორი არის და მთლიანი შიდა პროდუქტის უფრო დიდი წილი მოდის აი ამ სამშენებლო დეველოპერულ სექტორზე, მაინც ნებისმიერი ტიპის მსხვილმასშტაბიანი ინვესტიცია არის კარგი და მისასალმებელი, ოღონდ ის, რადაც წარმოაჩენს ამას ქართული ოცნება, ეს არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, იმიტომ რომ ვერანაირი არაბული ინვესტიცია ვერ ჩაანაცვლებს საქართველოში ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ზოგადად თავისუფალი სამყაროდან შემოსულ ინვესტიციებს. დღემდე ევროკავშირი რჩება პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდ წყაროდ მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში და ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ასე არ დავინახოთ ეს ყველაფერი და ვიცოდეთ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება და ივანიშვილის ხელისუფლება ატარებს, ჩვენ გვწყვიტავს თავისუფალი სამყაროდან, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც და ამის საპირწონეთ არის აგორებული ეს კამპანია, რომ აი მათ თუ არ უნდივართ, ჩვენ დავალაგებთ ურთიერთობას არაბულ ქვეყნებთან, დავალაგებთ ურთიერთობებს ჩინეთთან, რისი რეალური ხორჩესხმაც ჩვენ ჯერჯერობით არ გვინახავს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არ არის ასევე, ოღონდ ეს უნდა იყოს ეს თქვა პარალელურ რეჟიმში და არა ერთმანეთის ხარჯზე. ეკონომიკური ინტერესებიც და გეოპოლიტიკური ინტერესებიც ის დაბალანსება ცუდი არ არის თუ ამას მოახერხებ, ოღონდ დასავლური ქვეყნები ცდილობენ ამ კონტაქტების და ამ ურთიერთობების. ამას რო ვერ აკეთებენ, ეს არის ფაქტი და ჩვენ რა ვნახეთ ამ ბოლო თვეების განმავლობაში, ხო? ძალიან ბუნდოვანი და ზერელე განცხადებები და ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა, ამან საზოგადოებამ მხოლოდ შეცდომაში შეიყვანა და სამწუხაროდ მე ამას გუშინდელმა, ამიტომ მკითხეთ, გუშინდელმა ინტერპელაცია პარლამენტში მოხსნა თუ არა ეს კითხვა? არა, არანაირად არ მოხსნა, პირიქით, უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ არასწორად დასმული აქცენტი ამ პროექტის კრიტიკულად შეფასების შესაძლებლობას აკნინებს, იმიტომ რომ ამ პროექტის მთავარი საფრთხე არაბიზაცია კი არ არის, რაც მე ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია, იმიტომ რომ 1 და 2 თუნდაც ძალიან მსხვილი დეველოპერული პროექტი ქვეყანაში, სადაც აი საიმიგრაციო პოლიტიკის მართვის ბერკეტები არის შენ ხელში, ვერანაირად ვერ მოხდება თუ ამას შენი რაღაც თანდაყოლილი ნება არ ექნება, ხო? თუ გაჩნდება საიმიგრაციო თვალსაზრისით პრობლემა, ეს ტერიტორია ვინმეს კი არ მიაქვს, ამაზე ქართული სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი ხორციელდება. და შესაბამისად ჩვენი კანონები ვრცელდება და ჩვენი კანონებით შეიძლება ნებისმიერი ტიპის პრობლემის დარეგულირება ოღონდ. ამ პროექტის პრობლემა არის ის, რომ ჩვენ 600 მილიონ დოლარად შეფასებული მიწისნაკვეთი გადავეცით არაბულ კომპანიას, შევედით წილში ამ საერთო წამოწყების. ოღონდ მეორე მხარეს რა მოაქვს, ეს არ ვიცით და ეს კითხვის ნიშნები რო გაჩნდა, კობახიძემ თქვა, რომ 10 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფო მიიღებსო 2 მილიარდ ლარსო. ანუ წარმოიდგინეთ რა მოცემულობა არის, რომ ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ არაბული კომპანია, საიმიროების კომპანია ჩადებს აქ 6 მილიარდ დოლარს და 10 წლის განმავლობაში თუ 2 მილიარდი მოდის ჩვენ 30%-ზე, დანარჩენ 70%-ზე უნდა მოვიდეს შესაბამისად 4 მილიარდი, ხო? ამიტომ 4 მილიარდ ლარს მიიღებს აი ამ მათემატიკით და მათი დათვლით, რაც არის აბსურდი.
და ჩვენ რატომ გვინდა იცით რომ ეს ხელშეკრულება ნახოთ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან იყო ასევე საუბარი რა პრინციპით არის ხოლმე არის ასეთი კონტრაქტები თქვა საიდუმლო არ მესმის შეიძლება რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე გასაიდუმლოება მოხდეს კონკრეტული ხელშეკრულების და კონტრაქტის და კომერციული საიდუმლოს მიზნებისთვის რაღაცა ინფორმაცია იყოს დაფარული ოღონდ არა ასეთ პროექტზე რომელზეც არის უდიდესი და ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ეს საზოგადოებრივი ინტერესი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და თავადაც გრძნობენ სულ ამ პროექტის ირგვლივ არის მათი მხრიდანაც ლაპარაკი რეალურად ეკონომიკური თვალსაზრისით რაზე მიდის ლაპარაკი ანუ მათი ეკონომიკური შეთავაზება ქართულ ხალხთან არის რა რომ ადგენენ და გაყიდიან უნივერსიტეტების ქონებას და კვლევით ინსტიტუტებს დაანაწევრებენ და მიწის ნაკვეთებად გადააქცევენ როგორც ეს მოხდა მირცხულავას წყალთამეურნეობის ინსტიტუტის შემთხვევაში 9 მილიონ ლარად გაიყიდა და იყიდა დეპუტატის შვილმა ამ ეგრეთ წოდებულ აუქციონზე და ეს არის მათი ერთი ნაწილი ეკონომიკური საქმიანობის და აქტიურობის და მეორე არის მართლაც ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ტერიტორიის გასხვისება ისე რომ კაცმა არ იცის ამას რა პირობები მოყვება და მე ერთი კითხვა მაქვს და ეჭვი მაქვს უბრალოდ რომ რეალურად არანაირი 6 მილიარდიანი ინვესტიცია არ მოხდება ამ საერთო პროექტიდან და იმ მიწის გამოყენებით რომელიცაც საქართველოს შევიდა ამ პროექტში მოხდება ჰაერის გაყიდვა როგორც ხდება ხოლმე ბევრი დეველოპერული კომპანიის შემთხვევაში რომ ისინი გაყიდიან ჰაერს რაღაცა პატარა ინვესტიციას გააკეთებენ რომ დაიწყონ პროექტი მერე მოხდება გაყიდული ბინების და უძრავი ქონების ხარჯზე ამ პროექტის დაფინანსება და რეალურად მათი პირდაპირ ინვესტიცია არანაირი 6 მილიარდი არ იქნება მე ვხედავ ამის რისკებს ეს არის მთავარი კითხვა რომელიც მაქვს და ამ კითხვაზე ცხადია ვერანაირი პასუხი ვერ მივიღებ არანაირი კითხვა არ დასმულაო პრემიერი ამბობს არანაირი არგუმენტირებული კითხვა ვერ მივიღე ბერლინიდან ხო არ დასმულდა გახარია კითხვებს ვის უნდა დაესვა კითხვები არსებობს და აი ვუყურებო ამ თემაზე დისკუსიებს სხვადასხვა ეთერებში მიპასუხონ მოხდება თუ არა იქ არსებობს კარგი იქნებოდა საბა პარლამენტში ყოფილიყავი და ქონდა გეკნებოდა შესაძლებლობა ამ კითხვას ასეთ პოლიტიკურ კრიზისში და ჭაობში რომ არ იყოს ქვეყანა ეგ უკეთესი იქნება რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა ჩემი პარლამენტის მანდატს შეველი ამიტომ სწორება მომავალზე უნდა გქონდეს რაც შეეხება მთავარ კითხვას აქვე აი მინდა დაუსვა კობახიძეს მოხდება თუ არა ამ პროექტის განხორციელების დაფინანსება ჰაერის გაყიდვით და პროექტის რაღაც მომავალში ინვესტირების საშუალებით. ეს არის ჩემი კითხვა და თუ ასე არის საქმე და თუ არაბულ საინვესტიციო კომპანიას ვაძლევთ იმის საშუალებას რომ ჰაერი გაყიდონ და დააფინანსონ, მაშინ მე მაქვს კითხვა, რატომ არ შეიძლება რომ იგივე ტიპის პრივილეგიით ისარგებლონ ქართულმა დეველოპერულმა კომპანიებმა, რომლებიც ძალიან წარმატებით ყიდიან უძრავ ქონებას, მათ შორის საზღვარგარეთ, მათ შორის ისრაელში ძალიან დიდი რაოდენობით ერთი კითხვა მაქვს. დეველოპერული კომპანია თავის ფულს დებს თუ ჰაერის გაყიდვიდან დებს ფულს ეს თქვა რამდენად ცვლის მოცემულობას. ის ხომ იღებს პასუხისმგებლობას რომ იქ რომ ვერ გაყიდოს ჰაერი, მას ხო ის ხო მაინც პასუხისმგებელია თქვა პროექტის დასრულებაზე. რასაკვირველია აქ კაცმა არ იცის კიდევ რაზე არის პასუხისმგებელი, რა ტიპის გარანტია არსებობს, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობა როგორი არის, ესეც უნდა ვიცოდეთ. იქნებ წავიდა ეს არაბული კომპანია და ჩვენი ამ 600 მილიონიანი დავის მექანიზმი აქვს. წავიდა და რომელიღაცა საიმიროების კომპანიიდან კრედიტი იტანა ამას ხო ჩვენც გავაკეთებდით იმის გარეშე ხო ამ კომპანიის გარეშე მე არ ვაკნინებ ამ ჯგუფს იმიტომ რომ ნამდვილად უდიდესი დეველოპერული და სამშენებლო ჯგუფი არის თქვენ დუბაიში ან აბუ-დაბიში თუ მოხვდებით არ გამოგეპარებათ წინ გაქვთ ყველაფერი არ გამოგეპარებათ ნამდვილად MR ჯგუფის წარწერები იმ შენობებზე რომელიც მათი აშენებული არის და მე მათ კი არ ვაკნინებ მე ვაკნინებ უბრალოდ ეჭვი მეპარება ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მეტი საჯაროობა გინდა მოკლედ და განსაკუთრებით ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ქართული ოცნების რაღაც მოლაპარაკებების უნარში შემაქვს ეჭვი იმიტომ რომ ამ 13 წლის განმავლობაში არც რაღაც დიდი ინვესტიცია არ მინახავს მოზიდული არც დიდი ჯგუფები და სახელები არ მინახავს საქართველოში შემოსული პირიქით მინახავს საქართველოსდან გაძევებული ინვესტორები დაწყებული ანაკლით გაგრძელებული ბევრი სხვა
ინვესტორით გაგრძელებული არ გავაძებებთო. კობახიძე ისე პოზიციონირებს, როგორც სრულიად ახალი ხელისუფლება ოცნების 13 წლიანი მმართველობის შიგნით. ეს ჩემთვის პირადად ძალიან ღიმილის მომგვრელი არის, იმიტომ რომ მე კარგად მახსოვს, რა თანამდებობები ეკავა ირაკლი კობახიძეს ამ წლების განმავლობაში, დაიწყო მმართველი პარტიის ახმასრულებელი მდივნობით, პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო, როდესაც მისი თანაგუნდელები მის ხვირწინ ასეულობით მილიონ და მილიარდობით ლარს იპარავდნენ, როგორც გაირკვა, ამიტომ ამ ქართული ოცნების კოლექტიურად სავლეს პავლეთ გადაქცევის მე ნამდვილად არ მჯერა, გულწრფელად გეტყვით, პირიქით კარგი შედარება არის, ფარისევლობა, ნამდვილად ფარისევლური დამოკიდებულება არის ის, რასაც მათი მხრიდან ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ. კი ბატონო, MR ჯგუფი არის, ასე ვთქვათ, ამ კომპანიასთან უშუალო ეს არის დედა კომპანია, ეგრეთ წოდებული, მთავარი კომპანია არის MR ჯგუფი, რომელთან ერთადაც საქართველოს სახელმწიფომ თუ მთავრობამ ამ შემთხვევაში დააფუძნა საერთო კომპანია და ამ პროექტს ეწოდება Eagle Hills, რომელიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეკოლოგიური და არა მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ტერიტორია არის ეს, რომელიც განკარგვაში ამ წლების განმავლობაში ჰქონდა საპატრიარქოს და საპატრიარქოს ტბებს უწოდებენ თუ ჭალებს თუ სწორად მახსოვს. კი ბატონო, საბა, მინდა რომ ვილაპარაკოთ ეხლა წერს რომან გოცირიძემ წერს, რომ MR ჯგუფი არ არის კავშირში, მე მივწერე ემირატების მთავრობას და შეწყვიტეს MR-ის ხსენებაო, მომწერა ჩვენი საუბრის პარალელურად. რაც საჯაროდ არის ცნობილი, იმაზე დაყრდნობით ვამბობ, იმიტომ რომ კი ბატონო, თუ რომანს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, დღეს ვიცი რომ ის ინგა გრიგოლიას რეაქციის სტუმარი იქნება და იტყვის უფრო მეტს ამ თემაზე. მადლობა ბატონო. ამის გარკვევაც რასთან გვაქვს საქმე, თუმცა იქით ამ მხრიდან მაღალი დონის მონაწილეობა და ამ პროექტს მაღალი დონის ლეგიტიმაცია რო ქონდა, ჩემთვის იმითაც დასტურდება, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი და აბუ-დაბის შეიხი იყო ალ-ნაჰაიანი ჩამოსული და კი ბატონო, ქონდა შეხვედრა, მათ შორის ივანიშვილის საჯარო გამოჩენა დიდი ხნის პაუზის შემდეგ, სწორედ მასთან შეხვედრას უკავშირდება. საბა, მინდა ასევე ხვალ 28 ნოემბერია, 1 წელი პროტესტიდან, თქვენ როგორ უყურებთ პროცესს? ახლა მე ვახსენებ, ძალიან ბევრი დროც არ გვაქვს, მაგრამ ვახსენე, რომ ძალიან პოპულარული გახდა ახლა წამოვიდა ამ პოსტებში, რომელიც პოლიტიკოსებისთვის, რაღაც განსაკუთრებით ციხეში მყოფი პოლიტიკოსებისთვის, საკუთარ გეგმებზე თუ შეხედულებებზე საუბრის ერთადერთი ადგილია, რომ პარტიული პოლიტიკის დრო აღარ არის. თქვენ რისი დრო არის თქვენი აზრით ახლა ქვეყანაში? მოვიკითხავ ამ ადამიანებს 1 წლის წინ მათი მონაწილეობითაც დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროცესი, რომლის ნაწილიც იყვნენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, მათ შორის რომლებიც დღეს საპატიმროში არიან, აბსოლუტურად ყველას მოვიკითხავ მათი აი ამ ძალიან პრინციპული და ღირსეული პოზიციებისთვის მადლობას გადაუხდი, იმიტომ რომ მათ თავზე ძალიან ბევრი რამე დატრიალდა ამ თვეების განმავლობაში, მათ შორის სულ ბოლოს ვნახეთ კიდევ დამატებითი ბრალი, რომელიც სხვადასხვა ადამიანებს წარუდგინეს, იგივე ნიკამელიას ახალი განაჩენი გამოვიდა სულ რამდენიმე დღის წინ იმ სამარცხვინო მოსამართლისათვის წყლის შესხმაზე, რისთვისაც წელიწადი და 6 თვე მიუსაჯეს და ჩემი მხარდაჭერა მას, ელენეს და ყველას, მათ შორის იმ სინდისის პატიმრებს, რომლებმაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებას ძალიან სერიოზული მორალური მაგალითი მიცეს და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადო. რისი დროა ახლა 1 წუთიც არ გვაქვს. პარტიული პოლიტიკის საკითხს მე ვფიქრობ, რომ პარტიების ასე ნეგატიურ ჭრილში აღქმა და ეს დამოკიდებულება არის იმ პრობლემების და ხარვეზების გამოძახილი, რომელიც მათ შორის ჩვენი თანამონაწილეობით დადგა ამ პროცესში, ამიტომ მე ვიტყოდი, რომ პარტიული ბრძოლის პროცესის ადგილი კი არ არის, უკეთესი პარტიების, უკეთესი თანამშრომლობის, უკეთესი პოლიტიკური შეთავაზების ადგილი არის. მე არ მიმაჩნია, რომ პარტიების დრო არ არის, პირიქით, ამ პროცესს
რატომაც ამ პროცესმა ვერ მიგვიყვანა დანიშნულების წერტილამდე არის ის, რომ პოლიტიკური ლოგიკა და პოლიტიკური გამოსავალი არ ქონია, პოლიტიკურ გამოსავალს ჩვენ ამ პროცესს ვერ მივცემთ, ამიტომ ჩვენი პასუხისგებლობა არის, რომ სწორედ უკეთესი პოლიტიკური პარტიებით, თამამი პოლიტიკური განაცხადით, საერთო პარტიათა შორის სტრატეგიით შევთავაზოთ ეს საზოგადოებას და ბოლოს გამოვიყენებ თქვენ შესაძლებლობას და ჩემს მეგობარს, კარგ ადამიანს, ნანა კოტრიკაძეს ზემოხეთიდან მიულოცავ დაბადების დღეს. მე არ ვიცნობ ნანას თორემ შემოგია. კარგი ადამიანია და მადლობა საბას, მეც გავიზიარებდი რომ უკეთესის დროა და არ ვემხრობი ზოგადად რაღაც პარტიული პოლიტიკის დემონიზებას. მადლობა საბა ბუაძეს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.